მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. ბრალდებულის გადაწყვეტილებით მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მხარეებმა გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობები დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მაგდა პაპიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს. კიდევ რა განცხადებები გააკეთა პაპიძემ ხმაურიანი საქმის დეტალები ნახეთ ბელა ზაქაიძის და მაკალაშხიას რეპორტაჟში. მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულები თავად ბრალდებულმა აირჩია. საკუთარი გადაწყვეტილება საზოგადოების აქტიური ჩართულობის სურვილით ახსნა. პროკურატურას კი მოუწოდა მის დანაშაულებრივ ქმედებებზე აქცენტს ნუ გააკეთებს. ბრალდებულის განცხადებით ოჯახში ფინანსურ ხარჯთა ღრიცხვას ნამდვილად აწარმოებდა. უროც ამ ანგარიშში აღრიცხა, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი მეუღლის დავალებით გაკეთდა. ხარჯთა ღრიცხვის დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია კი გამოძიებას თავად მისი პოზიციის დასაცავად მიაწოდა. მაგდა პაპიძის დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილიშვილის და სიძის მკვლელობა საქმის ერთ-ერთი მოწმის ოთარ ბერძენიშვილის ჩადენილი იყოს. ლიანა შამუგიას განცხადებით მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას პირველმა სწორედ ბერძენიშვილმა მიაწოდა, რაც ეჭვებს უჩენს. არ ვიცი, შეიძლება კამათიც მოუვიდათ ბიჭებს, მე არ ვიცი ახლა რა საფუძველს მაძლევს, რატო დარეკა იმ ბიჭმა მაშინ. მე პროკურორსაც დავასახელებ, ვინც მითხრა, რომ იმის ზარია შემოსული. კი არ ვიგონებ ხა რამ ჭირს მე იმ ბავშვთან და იმ ბიჭთან. ამ დანაშაულში მონაწილეობდა? არ არის გამორიცხული, არ ვიცი, ხელს ვერ ვიშე, მაგრამ არც არის გამორიცხული. კითხვის ნიშანად მიმაჩნია ოთო ბერძენიშვილის გაუჩინარება. არ ვიცი, მონასტერშია წასული თვეობით. დაკითხული არის, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა. გაიცეს პასუხები ამ ოთო ბერძენიშვილთან დაკავშირებით. რატომ გაუჩინარდა ესე საეჭოთ? რატო ჩემიანები არ გაუჩინარდნენ და რატო საახლობლო არ გაუჩინარდა? ეგ რატო გაქრა ასე უკვალოდ? ადვოკატებმა პროკურატურის რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. დამცველები ამტკიცებდნენ, რომ შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერებისას სისხლის ლაქები არ აღმოჩნდა. თვენახევრის შემდეგ შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებისას სისხლის კვალის აღმოჩენა ადვოკატებს შეკითხვებს უჩენთ. დამცველები კიდევ ერთ გარემოებაზე საუბრობენ კადრებზე, სადაც არ ჩანს პირი, რომელიც ურნაში სისხლიან ნივთებს ხრის და საეჭვო ავტომანქანაზე, რომელიც ურნასთან ფიგურირებს. ექსპერტიზამ რაც დაინახა, ის გააჟღერა, ანუ წარუდგინეს ფირი და უთხრეს, რომ დაგვიდგინე ამ ფირზე ვინ ჩანს, რა ჩანს. როდესაც ის პიროვნება ყრის, იქვე დგას ეს მანქანა. ამას აფიქსირებს ექსპერტიზა. იმ ღამით იმ პერიოდში. პროკურორმა საეჭვო მანქანაზე და მტკიცებულებათა შინაარსზე საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ელენე ჩხეიძის განმარტებით მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები პაპიძის დანაშაულს უტყუარად ადასტურებს და საქმის განხილვას ნაფიცების მიერ მიესალმებიან. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება, ეს გახავთ ბრალდებულის უფლება. მან ეს უფლება გამოიყენა, ჩათვალა, რომ მისი ბრალდების საქმე უნდა განიხილონ საზოგადოების წევრებმა და შერჩეულმა ნაფიცმა მსაჯულებმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ნამდვილად არ გახლავთ წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენც ვართ მოტივირებული იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი მოცემულ საქმესთან მიმართებაში. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი 7 აპრილიდან დაიწყება. საბოლოო ვერდიქტს სწორედ მსაჯულები მიიღებენ. პაპიძეს ბრალად 27 წლის მეუღლის ომარ ქაფიაშვილის და 5 წლის შვილის თორნიკე ქაფიაშვილის განზრახ მკვლელობა ედება.